Live-ში გავდივარ. სალამი მეგობრებო, ყველას მოგესალმებით, რაც უფრო სწრაფად წავიკითხავთ ბიბლიას და სწრაფად დავასრულებთ ამ ჯოჯოხეთს, მით უფრო კარგია და მოდი ყველას დაგპატიჟებთ, გადაუზიარეთ ყველას. რომ გავერკვეთ, ვის ვეთაყვანებით, ვის ეთაყვანებიან ჩვენი მღვდლები, ვის ეთაყვანებიან საერთოდ კაცობრიობა, ვის ეთაყვანება და დავიწყეთ. ჩვენ აქამდე უკვე წავიკითხეთ 19 თავის ჩათვლით, არა, 19 თავამდე ბიბლია. ესე იგი დაბადებიდან დავიწყეთ პირველი თავიდან და ისეთი რაღაცეები აღმოვაჩინეთ, რომ ვაი დედას. ხო და ეხლა კონკრეტულად რომ ვთქვათ, რას ვაკეთებთ, განვიხილავთ თუ რომელ ღმერთს ეთაყვანებიან, ესე იგი ძველი აღთქმის საზოგადოება, ანუ ებრაელები, ხო? თუმცა ებრაელები, მხოლოდ ებრაელები კი არ ეთაყვანებიან, როგორც ჩვენი მართლმადიდებელი მღვდლებიც ეთაყვანებიან ამ ღმერთს, ხო და მოდი ეხლა გავაგრძელოთ, განვიხილოთ, როგორი მრუში და მკვლელი მოდგმა, რომელიც ქრისტემ ამხილა. მრუში და მკვლელი მამა ვინ არის და მართლაც რომ მრუში და მკვლელი მამა აღმოჩნდა ეს ვიღაცა, ვისაც ეთაყვანებიან, ესე იგი აბრაამი, რომელსაც შემდეგ მაგ ღმერთმა მკვლელმა და მრუშმა დაარქვა აბრაამი, სარაი, რომელსაც სარა დაარქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეგობრებო და განვიხილოთ, ესე იგი წავიდეთ თავი 19. ვისაც არ გაქვთ ეს ვიდეო ნანახი, წინა ვიდეოები, შეგიძლიათ გადახვიდეთ YouTube დოგმა თამარის ლაივი, YouTube-ზე, უბრალოდ Liquid დოგმა თამარის ლაივზე და ნახოთ საღვთისმეტყველო საკითხები პლეილისტი არის და იმ პლეილისტში ბოლო ვიდეოები ძირითადად ჩემი ამ ბიბლიის განხილვაზე არის და გადადით, რომ ესე არ ჩამეჭრათ სადღაც შუიდან ჩვენ უკვე ვნახეთ რამ ხელაზე მრუშობს და აცდუნებს ეს ღმერთი ადამიანებს და ვამხელ მეგობრებო, კი არ დავცინი ღმერთს, ვამხელ მე ამ ღმერთს. რომელი ღმერთის სახელიც მაინტერესებს, მე პირადად რა ქვია ამ ღმერთს გავიგო. თავი 19. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მის საგებებლად და მდაბლად თაყვანისცა. უთხრა, აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ, ჩემო ბატონობით მიმართა ანგელოზებს ამ ვიღაცამ. შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში, ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს, არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს. შევიდა ორი ანგელოზი სოდომის საღამო ხანს, სოდომში. ორი ანგელოზი, ესე იგი ორი ანგელოზი ჩვეულებრივად დადის, ესენი არიან ბატონებივით რაღაცა ტიპები. ხო? დატასაობენ, როგორც ახლა ჩვენი მღვდლები. და მოდითო რა, ამან შემოიპატიჭა ლოტმა, რომ აბა თქვენ იცითო, რაღაცებს ვისაუბრებთო და არა, გარეთ დავრჩებითო. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს. ესე იგი ანგელოზები თუ სხეული არ გააჩნიათ, რაჭადების ჭამაზეა საუბარი. ესე იგი ანგელოზები ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსები არიან, უბრალოდ პოზიცია აქვთ ამაღლებული რა. დაუცხო ხმიადები და ჭამეს. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარშემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები. ნუ ეხლა გასაგებია უკვე მარიამს ვინც გამოეცხადებოდა, ხო? რომელი მღვდელი კი არა და რომელი ანგელოზთაგანი დააორსულებდა. ხო გასაგებია უკვე, ხო? ან რომელი ანგელოზი წაიყვან და იმ ღმერთთან, რომელიც აცდუნებს სრულიად ყველას. ხო, აი საინტერესოა ეხლა ხვდებით, რომ აქ ანგელოზები არ არიან გამჭვირვალე არსებები. ყველანაირად ხორციელი არსებები არიან, ჭადებსაც ჭამენ და საჭმელსაც და დაძინებაც სჭირდებათ სადღაც. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარშემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები. ჭაბუკით უმოხუცი მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. დაუძახეს ლოტს და უთხრეს, სად არიან ის კაცები წუხელ რომ გესტუმრენ? აი კაცები სად არიანო და არა ანგელოზებიო, ხო? მაგრამ აქ ანგელოზებად არიან მოხსენიებული უკვე თავში, რომ ესენი ანგელოზი იყო, ორი ანგელოზი და კაცებს გვანდნენ. ანუ ჩვეულებრივი ხორციელნი, მეგობრებო, ძალიან ხშირად გავიმეორებ რა. ძალიან დიდი ილუზიებში რო არ ცხოვრობდეთ. გამოიყვანეთ ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი. უთხრა, ნუ იზამთ ბოროტებას ძმებო.
ნუ ესენი უკვე ჩანს, რომ აქ კაცობრიობა ამ ანგელოზებზე მაგარი და აკრეფილები არიან უკვე რა, ეგენი ვინ არიან ვაფშეტაო რა, როგორც დღეს საზოგადოება მღვდლებზე აკრეფილი ხალხს რო ძარცვავს და ტიპობს და იქ დადის 1500-იანი მანქანის ნომრებით და 10000-იანი მანქანის ნომრებით და ვითომ ძალიან მაგარი მეუფეების ისენი არიან რა კანდიდატები თუ მეუფეები. კარგი, გავაგრძელოთ. თუ იზამთ ბოროტებას ძმებო, ეუბნება ეხლა ეს ლოტი უძურება ამ მღვდლებს ტრაქში რა, როგორც ჩანს ეს დღესაც ეგეთი ტიპები არიან, რომ უკანალში უძურებიან ყველას, ვისაც ფული აქვს და ვისაც რაღაცა ისენი აქვს ბლატები. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან. ანუ ქალწულები მყავსო რა, მათ გამოიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ ამ კაცებს არაფერი ამნოთ. აჰა, ლოტი თავის ქალიშვილებს აძლევს ვიღაცეებს, რომ ვინ რაც გინდა ის უყავით, ოღონდ იმათ არაფერი არ უქნათ. მღვდლებს არ შეეხოთ, ოღონდ მღვდლებს არ შეეხოთ, ჩემი ქალიშვილები გაუპატიურეთ თუ გინდათ. დედამოწმობლები. ოღონდ ამ კაცებს არაფერი არ ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულიო. გამოვიდა ახლა სტუმარმა სპინძელი, თავისი ქალიშვილი გამოყავს და სხვას აძლევს და სტუმარმა სპინძლობა კარგად იცის, თურმე ლოტომა. უთხრეს, მოშორდი აქედან, კვლავ უთხრეს. ძალიან კარგად, ესე იგი იციან ამ ხალხმა, ვინც არის ეს ლოტი რა, ტრაქში ძრომიალა კაცი. კვლავ უთხრეს, მარტოხელა კაცი მდგმურად მოსუხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშნენ ამ კაც ლოცს და მიიჭრნენ კაცის შესამტვრევად. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი. იმ კაცებს კი სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს, დიდიან პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს, კიდევ ვინ აკყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა ვინც კი შენიანია, ამ ქალაქში გაიყვანე ამ ადგილიდან. ვერ გავიგე. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა. ანუ ანგელოზებზე არა აშკარად საუბარი რა. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს, კიდევ ვინ აკყავს აქ? ანუ იმ ანგელოზებმა უთხრეს ლოტს, კიდევ ვინ აკყავს? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა ვინც კი შეინიანია, ამ ქალაქში გაიყვანე ამ ადგილიდან, რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი. რა კი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად. ბიჭო, ეს ანგელოზები რაღა ისეთ კაცს მიადგებიან, რომ თავის ქალიშვილსაც არ ინდობს იმ კაცების გამო. თავის ქალიშვილებს პირდაპირ ყიდის ვიღაცა უცხო კაცების გამო, თავის ვინ არის, არ ვიცი, მაცხოვრებლებზე, რომ იმათ არაფერი არ უქნათ, ამათ რაც გინდა უყავითო და რაღა ამას მიადგნენ ეს ანგელოზები, უკეთესი ვერ ამოირჩიეს. გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, რომელთაც მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ და უთხრა: ადექი და გადით ამ ადგილიდან, რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძოებს ეგონათ ხუმრობს ლოტი. განთიადიზეს ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს: ადექი მოვკიდე ხელი შენს ცოლს და ორ ასულს, აქ რომ არიან, რათა შენს არ დაიღუპო ამ ქალაქის უკეთურების გამო. წეღან არ უთხრეს, რომ მარტო ხელა კაციო და ეხლა ცოლი ყავს? მოიცა ერთი წუთი, თუ გინდა ვნახოთ. უთხრეს, მოშორდი აქედან, კვლავ უთხრეს, მარტო ხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? აბა კარგად დავაზუსტოთ. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან, მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი. უთხრეს, ანუ იმათმა უთხრეს ეხლა ამ ლოტს, მოშორდი აქედან, კვლავ უთხრეს, მარტო ხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ესე იგი ეს ლოტის მდგმურად არის იქ ჩასული. სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშნენ ამ კაც ლოტს
და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად. გაიგეთ? მარტო ხელა კაციო და ეხლა უცბად სოლი ყავს აქ დაბლა. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი. შეათრიეს ეს ლოტი, ჩაკეტეს კარი, იმ კაცებს კი სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ სიბრმავე მოჰგვარეს, დიდია პატარიანა. ანუ დააბრმავეს, ესეთი ანგელოზები არიან, რომ ფეხს ეკიდიათ, ისინი ვინ არიან? აბრმავებენ რა ხალხს და რატომღაც ლოტი დაევასათ რა. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს, კიდე ვინ აკყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა ვინც კი შეინანა ამ ქალაქში გაიყვანა. ესე იგი, სიძეების სახში ეჯდა და ამ კაცებს ეუბნებოდა ქალიშვილებს გამოგიყვანთო და რაც გინდა ის უყავითო. ცოტა ვერ არიან ესენი, ხო? ან მაგრად ვერ არიან. გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, რომლებთაც ეგონათ ხუმრობა. განთეადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს, ადექი მოვკიდე ხელი შენს ცოლს და 200-ს. აჰა. წეღან არ უთხრა, რომ ჩემი ცოლის აქ არისო ქალიშვილები და სიძეებიო და ეხლა ცოლის აღმოაჩნდა ამას რა. აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ამ ქალაქის უკეთურობის გამო. ბიჭო, რაღა უკეთურობა გინდა? აგერ უკეთური არისო, ეუბნებოდა რომ ნახეთ ქალიშვილებს მოგგვრიო. მეტი უკეთურება რაღა გინდა? ეხა არ ვიცი რა. ფეხს ითრებდა ლოტი და იმ კაცებმაც, რადგან უფალმა დაინდო ლოტი ხელი ჩასჭიდეს მის ცოლს, მის 200-ს გაიყვანეს და ქალაქის გარეთ დააყენეს. როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა, თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო. როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა, თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო. არცადმე გაჩერდე ამ მხარეში მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები. უთხრა ლოტმა, არა უფალო. ეხლა უფალი გაიჩითა უცბად რა. ის ანგელოზები არ ვიცათ წავიდნენ. მარტოხელა ნიშნავს უცოლოს, ხო? ნუ მოკლედ ლევან, მარტოხელა და თან ცოლი ყავს, ვეღარ გავიგე რა. მარტოხელა ის იგულისხმება, რომ მას ნათესავი არავინ ყავდა, ის იყო უცხო და მარტო. ლევანი პასუხობს, რომ მარტოხელა ნიშნავს უცოლოსო. მარტოხელა როგორ იყო, ცოლი ყავდა. ხო, ნუ ეგრე წერია და რა ვიცი აბა. აჰა, მადლი მიპოვნია შენს მორჩილს, შენს თვალში. უთხრა ლოტმა, ვინ? უთხრა ლოტმა, არა უფალო. აჰა, მადლი მიპოვნია შენს მორჩილს, შენს თვალში. დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე, მაგრამ მათ ვერ შევეფარები, მთას ვერ შევეფარები, ვაი თუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო. ესე იგი, უფალი ისეთი ვიღაცა არის, რომ ჩვეულებრივი კაცივით დადის, ესე როგორც ანგელოზები დადიან კაცებივით და ანუ ჩვენ ძალიან დამახინჯებული წარმოდგენა გქონდა ანგელოზებზე და უფალზე რა. ძალიან ჩვეულებრივად მღვდლებივით დადიან ესე ანაფორები აჩვიათ ან განსაკუთრებული რაღაცები აჩვიათ, რომ ადამიანი იცნობს, რომ ესენი ახლა ანგელოზები ან ისინი არიან რა. უფლები, უფალი. უფალთა უფალი და რამდენიმე ღმერთი არსებობს. აგერ ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად. პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს, პატარა ქალაქია გადავრჩები. უთხრა კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც, არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე. ნუ, ისეთი ტიპია, რომ ეს შეუშლილებს ღმერთია მთხოვნა ის. აბა იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს სახელად სოღარი. მზე ამოვიდა ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა სოღარს. აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამისის აღმონაცენი. უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად. წავიდა აბრაამი დილა ადრიან იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე. ვერ გავიგე, უკვე იმ სოფელში არიან და სოფელში თუ არიან, უკან როგორ მოიხედა. რაღაცებს ატრაკებენ რა, ეხლა ესენი რა, მართლა ატრაკებენ, იმიტომ რომ დებილებად გთვლიან. ეტყობა ესეთი დებილები არა, კაცობრიობა ეტყობა ესეთი დებილია, რომ ამას კითხულობს და ვერ იგებს რა.
როგორც ჩანს, აქამდე თუ ვერ იგებდნენ. ანგელოზები როგორ უნდა შეეცნოთ, თუ კი ადამიანების სახით არ მიდიან დედამიწაზე. არა, ლევან, ნახე, ანგელოზები ხომ მოვიდნენ, თან პურმარილი გაუმზადა, მჭადები დაუცხო და ასე შემდეგ. ამ ანგელოზებს, ესე იგი, ჩვეულებრივად ჭამენ და კუჭიც აქვთ და მოსანელებელი სისტემაც აქვთ, ხო? ეს ქალიშვილები შესთავაზა იმ ხალხს, ვინც მიადგა ლოტოს კარზე, რომ აბა აქ ვინ არისო, გესმის? ვინები შეიყვანეო აქ ანგელოზები რო ანგელოზებად წოდებული ეს ორი კაცი რო შეიყვანეო, გამოგვიყვანეო და ამ ლოტმა შესთავაზა, რომ არაო ბიჭო, აქ ორი ქალიშვილი მყავსო, კაცი არ უნახავთო, გამოგიყვანთო იმას, რაც გინდა ის უყავითო, ოღონდ ამ კაცებს ხელი არ დაადოთო, გესმის? პროჭი ეგა. გახედა სოდომსა და გომორს და აჰა, ხედავს კვამლი აზდის მიწას, როგორც საკირედან ავარდნილი ბოლი. მე არ ვიცი ლოტი რატო უნდა აერჩია ამ ანგელოზთა და უფალს, რომ ესეთი განძიკაცი ყოფილა. როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ადგილს, გაიხსენა ღმერთმა აბრამი და გაარიდა ლოტი ნგრევას. როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი, აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადგან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. თან შიშარაც ყოფილა ამასთანავე რა. ერთ გამოქვაბულში გასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად. ერთ გამოქვაბულში დასახლდა. უთხრა უფროსმა უმცროსს, მოხუცია მამა ჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესი და რიგია. მოდი დავალევინოთ ღვინო მამა ჩვენ. მოდი დავალევინოთ ღვინო მამა ჩვენს და მივუწვეთ შთამომავლობა აღუდგინოთ მამა ჩვენს. ესენის გარყვნილები ყოფილან, ხედავ? ნუ ეხლა მამამისის შვილები რა უნდა ყოფილიყვნენ, ხო? მამამისისგან თან ორივეს მოუნდა შვილი. შეავსეს ღვინო მამას იმ ღამით მივიდა უფროსი და შეუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. ვითომ ვერ გაიგო, ვითომ? არა, ალბათ კარგად აუდგა, მაგრამ ვითომ ვერ გაიგო ვერაფერი. აუ, სასაცილო თუ არ არის ეხლა ეს სატირალი თუ არ იყოს რა. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროს, აჰა, ვიწექი წუხელ მამა ჩემთან. შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი შენს. შთამომავლობა აღუდგინოთ მამა ჩვენს. აი, არ არის ეხლა მრუში მოდგმისა ეს წიგნი, ჰა? ეს რატო უნდა ედოს ადამიანებს სახლში გამაგებინეთ რა. შეასვეს რაღა პორნოგრაფია და რაღა ეს, გინდა საკითხული და გინდა უყურე რა, აზრი. ისეთი რა ღვინო დაალევინა რომ ვერ გაიგო. შეასვეს ღვინო ეს შეალამაზეს ლევან ეხლა რომ ვითომ ვერ გაიგო, თორე რა ვერ გაიგო ბიჭო. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას, ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. აკაც ვერ გაუია კაცო, რა ხდება? ის კარგად გაიგო რომ იქიდან უნდა გაიქცეს. სოფლიდან უნდა გაიქცეს და ის ვერ გაიგო ისა. დაურსოლდა ლოტის ორი ასული მამისაგან. ტიტუ რა მაგარი რამე მოხდა რა, ღმერთმა რა კარგი კაცი აურჩევია ღმერთს, ყოჩა ღმერთო, ყოჩა. შვაძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდელამდე. ინცესტის შვილი მოაბი. მოაბით. უმცროსმა შვაძე და უწოდა სახელად ბენ ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდელამდე. ინცესტის შვილები. არის გაგიკვირდეთ, ხალხო ყურები დახუჭეთ ცოტა ხნით. იქნება შეგრცხვეთ და ვიღაცა კიდე სხვებს დაუწყებს შიშვლები როგორ დადგენ ეკლესიაში და ის და ბიჭო აგერ თავის შვილები დანაჩენენ შვილებს და ღმერთი ესეთ ხალხს როგორ ჩანს მფარველობს. რანაირი კარგი ღმერთია, ხო? კარგი ღმერთია, თავი მეოცე. დავიშოკე, მაგრამ რა ვქნათ, აი ესე გამოვხადავ ჩემ შოკს. აი ესე რა, სიცილითა და ირონიით, თორე
დავითის ბებია მოაბელი რუთი იყო. ხო, თორე, ხო, გული გაგისხდა ბიჭო, რა წიგნებს ვცემთ, თურმე პატივს აზე ხარ? რა ვიცი, მაშინ ინცესტი რაღაცა არის ცოდვა და ან რატო იჭერენ ინცესტის გამო გამაგებინეთ, აგერ თუ ბიბლიაში წმინდა წიგნში თუ გვიწერია ეგა. ჰა? აბა მითხარით ერთი, გამაგებინეთ მოღვიძლეებო? დედიქუდები რომ ჩამოგიფხატიათ თავისი და ყურები რომ გაქვთ მართლა დახშული. გამაგებინეთ თვალების დახშული გაქვთ. გაემგზავრა იქიდან აბრაამი, იმიტომ ვერ ვკითხულობდი ამ წიგნს რა გული მერეოდა რა ვიცი, ალბათ მაგიტომ რომ მზად არ ვიყავი ჯერ ამ სიდებილის და სიბინძურის და რა ვიცი, გარყვნილებისთვის ალბათ არ ვიყავი ამის მოსასმენად მზად. აჰა მომცა ღმერთმა იმის ძალა რომ წავიკითხო და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვოთ წერტილი რა. გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის და იყო მდგმურად გერარში. ეხლა ვერ გავიგე, ეს აბრაამი ცოცხალია და ის ლოტი ვიღა იყო, ის ლოტი უბრალოდ ჩართვა იყო აქ. კაი, უბრალოდ ჩართვა იყო. თქვა აბრაამა სარაზე თავის ცოლზე, ჩემი და არის ეს ქალი. თქვა აბრაამა სარაზე თავის ცოლზე. ჩემი და არის ეს ქალი, მაშინ გაგზავნა აბიმელექმა გერარის მეფემ კაცი და წაიყვანა სარა. ნუ ესეც იტყუება ახლა თავის ცოლზე ამბობს ჩემი და არისო. აჰა აბრაამი ღმერთის რჩეული. მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა მოკვდები ამ ქალის გამო შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმარიანია იგი. ხედავ ამათ ეხლა ვის ეგვიპტელებს სხვა ღმერთი ყავს, რომელმაც მოევლინა და უთხრა ისა რა ქვია, სიმართლე უთხრა რა. იმ ღმერთმა ლოტს უთხრა რომ ესე მოყევიო, ხო? ლოტს კი არა, ამ აბრაამს უთხრა რომ ესე მოყევიო, იმიტომ რომ მოკლავენო, თუ არ გაასაღე შენი ცოლი დათო. და ეხლა იმან ვინც წაიყვანა ეგვიპტელმა, სარა. იმას თავისი ღმერთი მოევლინა და უთხრა რომ მოკვდებიო რა, შენ თუ ამასთან დაწვებიო, იმიტომ რომ ის ქმარიანიაო, გესმის? აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა უფალო, ნუ თუ მართალ ხარ ხალხს დაღუპავ. ესე იგი განათავად არ მითხრა ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულით და უმციკლო ხელით გავაკეთე ეს. უთხრა მას ღმერთმა სიზმარში. მეც ვიცოდი რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე, არ მიგაკარე მაგ ქალს. ეს იგივე ღმერთი აშკარად არ არის, ან დებილია ეს ღმერთი და რაღაც უაზრო თამაშებს თამაშობს რა, მაგრად უაზრო თამაშებს, იმას ეუბნება რომ ესე უთხარი, ამას ეუბნება რომ არ დაწვე, რას აკეთებს ვერ გავიგე. ხო, ეს აშკარად სხვა ღმერთია ეხლა ვინც ამ ტიპს გამოეცხადა. ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარ მეტყველია ის კაცი, ილოცებს შენთვის რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნე, იცოდე სიკვდილი არ აგრძდება არც შენ და არც შენიანებსო. მოიცა, რაღაცა უნდა ილოცოს, ხო არ დაწოლინა იმ ქალთან, ხო? არ მიკარებიაო იძახის და თან ეუბნება, რომ იცოდე სიკვდილი არ აგრძდება, ილოცებს შენთვის რომ ცოცხალი გადარჩეო. რატო უნდა გადარჩეს ბიჭო ცოცხალი? არაფერი გაუკეთებია ცუდი, იმან უთხრა ჩემი და არისო და ამან წაიყვანა სახლში და რა ვიცი, ეთყობა დაწვა მართლა ამ ქალთან, რომ ეს ღმერთი ეუბნება არ დაწვე მაგ ქალთან, ცოლიანია მოკვდებიო რა. და ეხლა ეუბნება რომ ის ილოცებსო შენთვის რომ გადარჩეო. ანუ ესე იგი დაწვა ამ ქალთან, ხო? რაღაცა ის ქალთან დაწოლა, ის სიკვდილის ტოლფასია როგორც ჩანს რა. ადგა დილაადრიან აბიმელექი, დაიბარა თავისი მორჩილი და მოუყვა მათ მთელ ამ ამბავს. მეტის მეტად შეშინდა ხალხი. ხალხს მოუყვა? დაიბარა აბიმელექმა აბრაამი და უთხრა ეს რა გვიყავი? რა შეგწოდე? რომ ასეთ დიდ ცოდაში ჩამაგდებინე მეც და ჩემს სამეფოსაც? რა შეგწოდე რომ ასეთ დიდ ცოდაში ჩაგდებდი მეც და ჩემს სამეფოსაც? ჩაგდებდი აქ არასწორად წერია, ეთყობა ჩამდებდი ან ჩაგვდებდი უნდა ეწეროს.
ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არავისთვის უქნიათ ოდესმე. ნეტა რა უთხრა ეხლა მოსი არის თუ ვინც არის აბრაამი. კვლავ უთხრა აბიმელეკმა აბრაამს, რას ფიქრობდი ამ საქმეს რომ მიპირებდი? უთხრა აბრაამმა, ვიფიქრე ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ მეთქი. ეს ბანძი ესა. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამა ჩემის ასულია იგი, ოღონდ დედა ჩემის ასული არ არის, ამიტომაც ვითხოვე ცოლად. სხვა ქალები ვერ ნახეთ თქვენი დედავატირე? როცა ღმერთმა მამა ჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი აქ ქალს, ეს ერთი მადლი მიყავი მეთქი, რა მხარეშიც არ უნდა მოვხდეთ, თქვი ჩემზე ჩემი ძმა არის თქო ეს კაცი. აქაც კიდე ატყუებს გესმი, სიმართლეს მაინც არ უყვება. აქაც ატყუებს კიდე. აიღო და მისცა აბიმელეკმა აბრაამს ძროხა, ყმები და ყმაქალები და დაუბრუნა სარაც მისი ცოლი. უთხრა აბიმელეკმა, აჰა შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე. უთხრა აბიმელეკმა, აჰა შენს რატო უთხრე კი, მაგრამ ვერ არიან ესენი მაგრად რა. ან თავის სახელმწიფოში მოვიდა ვიღაცა. თან მოატყუა, კინაღამ ცოდვაში ჩააგდო და აჰა ეხლა აძლევს. უთხრა აბიმელეკმა, აჰა შენ წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზეო. არ ვიცი რა. რატო უნდა მოუნდეს კაცს ვიღაცა მატყუარა გადამთიას მისცეს თავისი ქვეყანა გამაგებინეთ რა. სარას უთხრა, აჰა 1000 ვერცხლი მივეცი შენს ძმას, ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის, ყველასთან გამართლებული ხარ. აი თუ გინდათ რომ სიძვის სერიალი გადაიღოთ, აიღეთ ბიბლია და მიყევით და გადაიღეთ სიძვის სერიალი. მაგარი სერიალი გამოვა რა. ილოცა აბრაამა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელეკი. ანუ ფულით იყიდა ის ფულით გამოისყიდა. რაღაცა მე მგონი ძალიან მაგრად გვანან ჩვენს მუღდლებს ესენი რა. ილოცა აბრაამა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელეკი. რა ჰქონდა ესეთი მადლი რომ თან ატყუებდა, თან მატყუარაა და თან მადლი აქვს რომ განკურნოს? ოკეი, ესე იგი ტყუილი კაი ტიპია რა. მისი ცოლი და მისი მხევლები და ეყოლათ შვილები, რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის სარას გამო. ბიჭო, ესენი მართლა ვერ არიან თავის შუაზე რა. ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის გამო. რას ერჩით კი, მაგრამ ცხოვრობენ ეს ხალხი მშვენივრად. თავისთვის არიან. მიდიხარ ატყუებს შეგაქვს სიბილწე. ეხლა ამ სიბილწის გამო ის ქალები, ვინც იქ ცხოვრობენ, იმათ უნდა დაეხშოთ საშო? ხალხო, მართლა მითხარით, რომ ეხლა რაღაცა სერიოზულ წიგნს ვკითხულობ, თორე ეს რა არის ბიჭო? ეს რა წიგნია? და გადავირიე რა. და ამ ღმერთს ვეთაყვანები? ეს რა არის ხალხო? ასეთ ღმერთს ეთაყვანებიან ებრაელები და მე ებრაული წესით რომ აქ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირავენ და ეს წიგნი რომ აქ დაგვიდეს ქრისტემ ეს არ უარყო? ქრისტემ ეს არ უარყო? ანუ ქრისტემ ეს მიიღო? ეს დაუხშო საშოები იმის გამო რომ ამათმა მოიტყუეს და კი კარგად არ წერია მაინც რა ხდება რა, აქ რაღაცა სიძვები ხდება იმხელა რომ რა ვიცი რა, კიდე მოკლედ გვიწერენ რა, რომ არ გავგიჟდეთ. თავი 21. უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა. ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა. ხო, ერთი ადგილი გაუკეთა ეთყობა რა, ესე. ხო. დაურსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე და ნიშნულის დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს. გაუკეთა ეს და დაურსულდა სარა. იუჰუ!
უფალმა დააორსულა სარა. ყოჩახ სალა, ყოჩახ უფალო, ყოჩახ რა კარგები ხართ. ეგ ბიბლია მხოლოდ ებრაელებზეა მორგებული, როგორც ჩანს. რა ვიცი, ჩვენი მღვდლები გვეუბნებიან, რომ ბიბლია გქონდეთ სახშიო და იყიდება საქართველოში, როგორც ძველი აღთმა და ახალი აღთმა. ახალი აღთმა ჩემო კარგო, აი აქედან იწყება, აი აქედან საიდანაც. ჯერ ეს უნდა წაიკითხო, რომ იქამდე მიხვიდე, ხო? მაშა. მელქისედეკის წესით წირავენ საქართველოში ზოგნი და ზოგნი კიდე ებრაული წესითა. ზიარებაც როგორც ჩანს ქრისტემდე იყო პურში ღვინოში პურის ჩაწობა და მერე დალოცვა ხალხისა მაშა მრუში და მკვლელი მოდგმისა და მრუში და ცრუ ღმერთისა ღმერთის რჩეულთა ხალხისა ვახ სოფელო სად ყოფილხარ 100 წლის იყო ა ブラ მოიცადე წავიდა დაურსულდა სარა და უშვა ა ブラ მის მისი სიბერის ძე და დანიშნულ დროზე. უწოდა ა ブラ მას სახელად ისაკი, თავის ძეს შეძენილ, რომელიც უშვა მას სარამ. ანუ იმ უფლისგან მიერ ჩასახულცა. აქ აღარ დაწერეს უბრალოდ, ძალიან ბევრი რო არ ყოფილიყო უბრალოდ რა, ძალიან ბევრი რო არ ყოფილიყო. როგორც ჩანს, მარიამი უფალმა დააორსულა. ხო, აგერ ესეთმა უფალმა რა. უწოდა ა ブラ მას სახელად ისაკს თავისი ხო წინა დაცვითა ა ブラ ისაკი თავისი ძე 8 დღისა როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს სხვა ვერაფერი მოიფიქრა მაინც ჭუჭუზე უნდა მოიჭრა ჩუჩა ხო სხვა ღმერთმა ვერაფერი მოიფიქრა თავის დანიშნულებად 100 წლის იყო ა ブラ როცა შეიძინა მას ისაკი თავის ძე თქვა სარამ სასაცილო გამხადა ღმერთმა ვინც კი გაიგებს ამ ამბავს ყველა დამცინებს აგერ სარა მიხვედრილა კიდევ კაი ქალი ხვდება ისევ სასაცილო გამხადა ღმერთმაო რა და მართლა სასაცილოები არიან ყველანი ვინც ამ ღმერთს მისდევს თქვა ვინ ეტყოდა ა ブラ შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა თქვა ვინ ეტყოდა ა ブラ შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა და მაინც შობე მისი სიბერის ძე. წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. გადაიხადა ა ブラ დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი. სარას იმისი შეცვლა ბებერი ბებრუხანა ქალმა რომ შვილი გააჩინა? მარტო მაგისი შეცვლა, იმისი არ შეცვლა? ძმა რომ დადგა ასაღა? ეგ მაგისი არ შეცვლა, მაგრამ ბებრუხანე რო იყო და შვილი რო შობა, სასაცილო გამხადა ღმერთმა მაგითომო ეგ გაუტყდა და ქალის. წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. მოსწყვიტეს ძუძუს, აბარას იზავდნენ კარგს. გადაიხადა ა ブラ დიდი პურობა და იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი. დაინახა სარამ რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა. რომელმაც უშვა იგი ა ブラ უთხრა სარამ ა ブラ გადააგდეს ყმაქალი და მისი შვილი რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ქალაქის შვილმა ჩემს შვილს ისააკთან ერთად გულღრძო ქალი ბიჭო რას ირჩევ ესეთ გულღრძო ქალებს რომ ვინმე ნორმალური აირჩიე რა ეს მატყუარა და გულღრძო ქალები რო არ ყავდეს არჩეულებში მეტისმეტად შეაწუხა ა ブラ ამ ამბავმა თავისი შვილის ისმაელის გამო უთხრა ღმერთმა ა ブラ ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმაქალზე ყველაფერი გაუგონე სარას რასაც გეტყვის რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა ღმერთმა წაობა სარას ეტყობა დაევასა ლოგინში რა ეს სარა და გაუგონეო კარგ რამეს გეუბნებაო ეს უფალი ეუბნება ეხლა ა ブラ კაი ტიპი უფალია რა იმებს ჩაგრავს სხვა შვილებს ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ რადგან შენი თესლია იგი ადგა დილა ადრიან ა ブラ აიღო პური ბიჭო ეს უფალი ამასთან ცხოვრობს თუ რა ხდება ვერ გავიგე ადგა დილა ადრიან ა ブラ აიღო პური ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს
აიღო პური და ერთი მათერა წყალი, პური და წყალი გაატანა ალბათ. ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში. ხო, დანარჩენებს ვერცხლი და ოქროები გაატანა და ამას მარტო პური და წყალი გაატანა. მოკლედ, მაგარი ტიპები არიან. გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას. წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით საისრეზე. რადგან იფიქრა ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო, იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა. აი რა კარგი ღმერთია, რა კარგ მდგომარეობაში ჩააგდებინა აბრაამს სარას თქმის გამო. ძალიან მაგარი ღმერთია, მე რა ვიცი, ეგეთი ღმერთი ნუმა წამოს ღმერთმა. მოისმა ღმერთს ყმაწვილის ხმა. დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა: რა იყო აგარ? ნუ გიშინია, რადგან მოისმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის. ადექი აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას. მაინც უნდა იტიროს, რომ ღმერთმა გაიგოს? მანამდე თვალყური ვერ ადევნა იმას, საწავიდა და მარტო პურით და წყალით რო გაუშვა თავის მაქავრა. ის მაინც ეთქვა, გაატანე დიდძალი ოქრო ვერცხლიო, ან თხა და ცხვარიო. აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა. წავიდა წყლით აავსო მათარა და ყმაწვილს დაალევინა. ღმერთი იყო ყმაწვილთან, გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა და მშვილდოსანი შეიქმნა. დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან. იმ ხანებში იყო, რომ უთხრეს აბრაამს აბიმელექმა და ფიქოლმა მისმა მხედართ მთავარმა: ღმერთია შენთან ყველა საქმეში, რასაც აკეთებ. რო არ ეთქვათ, ის ვერ გაიგებდა. ახლა შემოიფიცე ღვთის სახელით, რომ არ მიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას, როგორც მე გექცეოდი კეთილად, ისე შენც მოგვექცი კეთილად მე და ამ ქვეყანას, სადაც მდგმურად ხარ. უთხრა აბრაამმა: გეფიცები. მოიცა, ახლა აბრაამთან ვართ ისე? რაღაცა არეულია მოიცა. დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მის დედამ მას ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან. იმ ხანებში იყო, რომ უთხრეს აბრაამს აბიმელექმა და ფიქოლმა მისმა მხედართ მთავარმა: ღმერთია შენთან ყველა საქმეში, რასაც აკეთებ. ახლა შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ მიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას, როგორც მე გექცეოდი კეთილად, შენც მოგვექცი კეთილად მე და ამ ქვეყნის. უთხრა აბრაამმა: გეფიცები. საყვედურობდა აბრაამი აბიმელექის წყლის ჭის გამო, რომელიც მიტაცებული ჰქონდა აბიმელექის მორჩილთ. უთხრა აბიმელექმა: არ ვიცი ვინ ქნა ეს საქმე, შენ არაფერი გითქვამ შემთვის, მეც არაფერი მსმენია დღემდე. აიღო და მისცა აბრაამაც ხვარ ძროხა აბიმელექ და შეკრეს კავშირი. ამათ აძლევს ცხვარძროხას და იმ თავისი ცოლი და შვილისთვის დაენანა ეტყობა. ცალკე გამოასახა აბრაამმა ფარიდან 7 ბატკანი. უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ეს 7 ბატკანი ცალკე რომ გამოასხი? უთხრა აბრაამმა: მიიღე ჩემგან ეს 7 ბატკანი იმის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა. მოისხიდა. და თანაც მაგისი ამოთხრილი არ იყო აშკარად. ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს. შეკრეს კავშირი ბერშებაში, ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართ მთავარი და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამა და ახსენა იქ უფლის საუკუნო ღმერთის სახელი. მდგმურობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი. ესე იგი, აქ გაწყდა თავისი შვილის ისტორია, გაგრძელდა აბრაამის ისტორია.
აბრაამმა გამოყო ცხვრები და ძროხები იმისათვის რომ მოესყიდა ეს თავისი გმური თუ ვინც იყო თავისი მხედართმთავარი რომ ეს ჭა მე ავაშენეო იქ მე გავაკეთო რაღაცა სომხურ ვარიანტს გავს რა და ისო რა ქვია ისქენიო ესე თქვი რომ მე გავთხარე ეს ჭაო რა და მოგისყიდიო და ფიცი დადეს და მე ახლა ამას ენოქის წიგნს ვაკავშირებ რომ სხვა უცნაური რა გააკეთეს ამ ანგელოზებმა ფიცი დადეს რომ ქალიშვილები შეირთავდნენ ცოლად რა და როგორ შანს ამ ღმერთს მაგრა და არევასება ქალებთანო კაცები წვებიან რა არევასება ყველა თავისთვის უნდა ესე იგი თუ რა არის ვერ გავიგე თავი 22 ამ ამბების შემდეგ იყო რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა აბრაამ მიუგო აქა ვარ ისევ გამოსცადა რა გამოცდების მეტი არაფერი არის ის ამ ღმერთმა რამე კარგი მაინც გააკეთე ბიჭო ხალხი გაანათლე უთხრა მოკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდ შობილს რომელიც გიყვარს ისააკს და წადი მორიას მხარეში იქ შეესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე რომელსაც გიჩვენებ ადგა დილა ადრიან აბრაამი შეკაზმა სახედარი თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისააკი თავისი შვილი დაჩეხა სამსხვერპლოს შეშაც ადგა და წავიდა ადგილისაკენ ღმერთმა რომ მიუნიშნა მესამე დღეს გაიხედა აბრაამა და შორიდან დაინახა იქ ადგილი უთხრა აბრაამამ მსახურ ბიჭებს თქვენ აქ დარჩით სახედართანაც მე და ეს ბიჭი კი წავალთ თაყვანს ვცემთ მას თქვენთან მოვბრუნდებით აიღო აბრაამა სამსხვერპლოს შეშა აქ კიდა ისააკს თავისი შვილს ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა და ასე წავიდნენ ორი ერთად უთხრა ისააკმა აბრაამს თავის მამას მამაჩემო უთხრა აბრაამა რა იყო შვილო უთხრა ისააკმა ცეცხლი და შეშა მოგვაქვს აღსავლენი კრავი სადღა არის უთხრა აბრაამა ღმერთი გამოაჩენ თქვენთვის აღსავლენ კრავს თავისთვის აღსავლენ კრავს ასე მიდიოდნენ ორი ერთად მიადგა იმ ადგილს ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა ის აბრაამას სამსხვერპლო დააწყო შეშა შეკრა ისაკი თავისი შვილი და დაასვა იგი სამსხვერპლოზე შეშის ზემოთ გაიწოდა ხელი აბრაამა და აიღო დანა შვილის დასაკრავად მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა აბრაამ მიუგო აქა ვარ უფლის ანგელოზმა მოუხმო ეხლა უფალს დაეზარა ამის თქმა რა წეღან დაავალა რომ მომიკალი შვილიო და ეხლა დამიკალი შვილიო და ეხლა უფლის ანგელოზი გამოაგზავნო რომ მიდი რა ერთი მაგას უთხარიო რომ ეგა არ გააკეთოს მაგ სულელმა რაც დავავალეო რა ტყუილა ვატარეო მართალია მაგრამ ეხლა ვღირვარო ეხლა ჩემს გამო მაგან უნდა გააკეთოსო ეგეთი რაღაცეები აბა რომ ვუყვარვარ ხო უნდა გავიგო გესმის უთხრა ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე ნუ რაფერს დაუშავებ მას რადგან მივხვდი ღვთისმოშიში ყოფილხარ ეხლა ანგელოზი ეუბნება ამას უფალი კი არა ანგელოზი ეუბნება ამას მხოლოდ შობილი შენი შვილი გამომიმეტე ჩემთვის მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის ეხლა ეს ანგელოზი თან ეუბნება რომ ჩემთვის გამოიმეტეო გესმის ანუ ანგელოზი უფალია უცბად უფალმა ხო დაავალა მე შემომწირეო ეხლა ანგელოზი გამოეცხა და უთხრა რომ არაო ხელი არ ახლო მაგას მივხვდიო რომ ღვთისმოშიში ყოფილხარ რომ მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვისო ესე იგი ანგელოზისთვის გაუმეტებია თუ უფლისთვის ვეღარ გაიგო ეხლა ამ ციგმა გესმის გაიხედა აბრაამა და ხედავს აჰა ერთი ვერძი რქებით გახლართული ბუჩქებში მივიდა აბრაამი აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენად მსხვერპლად შვილის ნაცვლად რაღა ხო უთხრა რომ აღარ გაიმეტოო და რაღაც წირავს იმ ვერძს ვერ დააყენა იქ თავის ადგილზე უთხრა რომ გაანებე თავი გამოგცადე უკვე და მივხვდი რომ კარგი ბიჭი ხარო რა და ახლა რაღაცო წირავს მაინც ვერ გავიგე რა იმ ვერძმა რაღა დააშალა იმ საწყალმა უწოდა აბრაამას სახელად ამ ადგილს ღმერთი გამოაჩენს ამიტომ ითქმის დღეს მთაზე უფალი გამოჩნდა უფალი კი არა ანგელოზი გამოჩნდაო კაცო ვეღარ გაიგო ამ ციგმა რა თავი ახლართული აქვს ყველაფერი მეორე გზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან და უთხრა თავს გეფიცები ამბობს უფალი რა კი ეს საქმე გააკეთე რა კი მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის კურთხებით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივი და ზღვის ქვიშასავითო აუ ბიჭო ყოჩაღ რა მაგარი ღმერთი ხარ ეს იგი შვილი რახან შემოგწირა ეტყობა რა მოხდა ეხლა მან იცი ის ღმერთი მთავარია სუნი გაეგო იმ დამწვრის ხორცის სუნი მაგრამ
იქ ვერძი დაიწვა თუ შვილი დაიწვა, მაგას აღარ კითხულობს ეთყობა რა. ეგეთი დასკვნა გამომაქვს. დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს. ყოჩა ღმერთო, მადლობა. რომ ისე არ იცოდი, რომ მე რიც გამკეთებელი ვარ და გამოცდა დაგჭირდა ჩემი. იკურთხებიან შენი შთამომავლების წყალობით ქვეყნის ერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა. და ეს რაღაც ნარცისტული საკითხია რა, რახან ჩემი სიტყვა შეისმინე, ეხლა მე შენ დაგაჯილდოვებ. დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან, ადგნენ და წავიდნენ ერთად ბერშებაში და ცხოვრობდა აბრაამი ბერშებაში. ამ ამბების შემდგომ მოხდა, რომ ემცნო აბრაამს აჰამ, მილქასაც უშვია ვაჟიშვილები ნახორისათვის, შენი ძმისთვის. ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, ამის ძმა, კემუელი, არამელთა მამა, ქესედი, აზო, ბალდაზი, იდლაფი და ბეთუელი. ბუზი სახელი ყოფილა. ბოლო ბეთუელს შეეძინა რებეკა, ეს რვანი უშვა მიქაელ ნახორს, აბრაამის ძმას. ეს რვანი უშვა მიქამ ნახორს, აბრაამის ძმა. მიქამ. მიქა ვინ არის? რვანი უშვა მიქამ ნახორს, აბრაამის ძმას. აბრაამის ძმის ცოლი მიქა. აი, გავიგეთ. მიკა მისმა ხარჭამაც სახელად რეუმამ შვა ვაჟები ტებანი, გახამი, თახაში და მაყალქა. ესე იგი, ხარჭაც ყავთ და ცოლებიც ყავთ. რაღაცა მეფურცაწვებიან ისინი რა. თავი 23. იცოცხლა სარამ 127 წელი. ეს არის სარას სიცოცხლის წლები. მოკვდა სარა, ჩაძაღლდა უпроსწორად. სარა კირიათ არბეში აწინდელ ხებრონში. რატო ჩაძაღლდა, იცი ბიჭო? თავის ქმარი, თავის ხარჭასთან და თავის მონასთან დააწვინა. ამ მონამ უშვა თავის ქმარს შვილი. და მერე გაამწარა ეს თავისი მონა იმის გამო, რომ თვითონ თავისი ქმარს თვითონვე აცდუნა თავისი ქმარი, რომ იმ მონასთან დაწექი და შვილი გეყოლება, მე მაინც ვერ გიჩენ შვილსო რა. ბერწი ვარო, მაგის დედავატირე და ხო, წინა ლაივში ბილწი მithქვავს. ბერწი ვარო რა და ვისაო რა ქვია, მოდიო, ეხლა შენ დაწექი ჩემს მონასთანო. გააჩინე შვილებიო. გააკეთა ამ კაცმა. მერე არ მოეწონა ეს აქციელი. და მე გააგდო ეს ხალი. თავის შვილებიანა, თვითონ რო გაუჩნდა ღმერთისგან შვილი. ღმერთისგან არაო, ეხლა მეტყვიან. ისააკისგან გაუჩნდაო, ისა აბრაამისგან გაუჩნდაო. ისემ თქვენ რა გითხარით, აბრაამისგან გაუჩნდაო, 90 წელი ერთად იყვნენ და არ გაუჩნდა და უფალმა რო გადაწყვიტა, მერე გაუჩნდა, ხო. მოკვდა სარა, ხო, მოსცილდა თავის მკვდარს აბრაამი და ეუბნება ხეთელებს. ხეთელებს, მოვედით ხეთაში. ხეთაში, ანუ მცხეთაში, ანუ ხეთელები აქ მცხეთასთან ახლოს იყვნენ. მსხემად და მდგმურად ვართ თქვენთან. მომეცით საკუთარი სამარხი თქვენს მიწაზე. აი, მოვედით თქო მცხეთაში ხო გითხარით, აგერ ვართ. იგივე ისტორია ქართლის ცხოვრებიდან გრძელდება უკვე რა ეს. მომეცით საკუთარი სამარხი თქვენს მიწაზე, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, დედამოტყნული სარა. გაიგეთ? რა შესაქმე? მიდის ეხლა ხეთელებთან, ანუ მცხეთელებთან და ემათხოვრება ამ ბოზის საფლავს. და მერე რა ხდება მან? ქრისტეს აცხოვენ მან ჯვარს. ხო, მოდი წავიკითხოთ რა და მივალთ მანდამდე. მიუგეს ხეთელება აბრაამს და უთხრეს: მოგისმინე ბატონო, ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენს შორის. დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში, დედავატირე მე მაგათი.
ჩვენს შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდარის დასამარხავად. რატო არ შეჭამა? რატო არ შეჭამა თავის ცოლი? თუ აჭამენ მკვდრებს. მერე თუ ჭამდნენ? მოგვისმინე ბატონო, ღვთიანი მთავარი ხარ ხო? ადგა აბრამი და თავიანთი თაყვანის ცა ამ ქვეყნის ხალხს ხეთელებს. ასე უთხრა მათ, ნუ ინებებთ და მკვდარს დამამარხვინებთ, ბარემ ნუ გამაწბილებთ და შემავედრე ყეფრონ ცოხარის ძეს, მომცეს მახფელას მღვიმე, მისი ყანის ბოლოს რომ არის. თავის ფასში მომცეს თქვენი თანდასწრებით საკუთარ სამარხად. ყეფრონი ხეთელებს შორის იჯდა. იყიდა მიწა გესმის? დედავატირე მე მაგათ. ღმერთი არ აძლევს მაგათ მიწას, არც მისცემს. არსად. ქრისტეს მამა არ მისცემს და ამათი ვიღაცა ღმერთი კი ფულებს აძლევს იმისათვის რომ იყიდონ. არ ეღირსებათ ებრაელებს მიწა არ ეკუთვნით, კი, ვერ ეღირსებიან. რამდენ წლიანზე გაუშვებდი კაცს, ვისაც ნესვის გაზრდა უნდა ხონში. ხონი, ანუ კერძო რო არ არის და ყველაფერი ინდივიდუალურია. მოდი ჩაფიქრე. რაღაცებს ახლა უგონზრო რაღაცებს ნუწერ დამბოლევან რა. ხეთი მესხეთი, ხო, ხეთებთან მივიდა აი მან. ყეფრონი ხეთელებს შორის იჯდა, მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ხეთელთან და ყველას გასაგონად, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული და უთხრა. ამათ ეხლა ეს ღვთიური გონიათ, გესმით? არა და რა იციან რომ რუში და მკვლელი ვიღაცა ზემდგომის მიერ არის მართული უფლად წოდებულის. არა ბატონო მომისმინე, მინდორიც მომიცია და მღვიმეც იქ რომ არის. ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია დამარხე შენი მკვდარი. აჰა აჩუქეს რა. ამათმა სიკეთე გაუკეთეს და მერე ნახავთ რა ხდება იქ. თაყვანისცა აბრაამა ქვეყნის ერს. ასე ელაპარაკა ყეფრონს ქვეყნის ერის გასაგონად. თუ თანახმახარ, აიღე მინდვრის საფასური, გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს. და ეს მაინც ატენის ფულს რა, რომ არ უნდა ჩუქება გესმის, რომ ჩაითვალოს ჩუქება და არ უნდა მადლი არ უნდა რომ გააკეთებინოს კაც რა. მაინც ფულს ატენის. ეს ფული უნდა შეატენოს. თორე ისე ვერ განახორციელებს მერე მიზნებს. თუ არ იყიდა მიწა. მიუგო ყიფრონმა აბრაამს და უთხრა, ყური დამიგდე ბატონო, რა სალაპარაკოა 400 შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა, წადი დამარხე შენი მკვდარი. დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწოდა აბრაამა ყეფრონს ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად. დაეთანხმა აბრაამა ყეფრონს და მიუწოდა აბრაამა ყეფრონს ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად. 400 შეკელი ვერცხლი ვაჭართა მაზანდით. მაინც შეაცდინა, ესენი შეაცდინა გესმის? მაინც გააყიდინა მიწა გაიგე? აი სულ დადის ეს ტიპი, ეს აბრაამი და ყველგან სადაც მივა აცდუნებს ხალხს რა. შეცდომაში შეყავს ხალხი და ამის უფალზე მეორე უნდა ილოცოს ხალხმა დედავატირე მე. ასე დაუმტკიცა საკუთრებად აბრამს, ისე სხვათა შორის ეზენოქის წიგნი რო ვთარგმნე მეგობრებო, ხო? ფული გამომიგზავნეს $100 რო საჩუქრათო. მე თქვი, ვინ გამომიგზავნა, მე თქვი, ვინ მაძლევს ამ ფულს თქო რა, ვეკითხები ლევანს. აიო ხალხიო, ვინც მადლობელიაო რა. ხო და აი იმდენად ჭკვიანი ვარ ხალხო, გეტყვით ახლა რა ვუპასუხე რა და რა გაუგზავნე უკან. არ ვიცოდი ვისგან არის ეს ფული, მაგრამ ვისუნე, რომ რაღაცა ესეც უნდათ რომ იყიდონ გესმის? ხო და ბებია მაგათმა. ესე გავუგზავნე უკან, რომ საჩუქრებს მეთქი სიამოვნებით ვიღებ თქო რა. ხოლო ფულს არ ვიღებ მეთქი ამაში ახლა რაც მე ვთარგმნე მეთქი, ხო? ის მადლად რჩება. ამაში მეთქი ფულს მე არ ავიღებ.
გესმით? აი ეს ენოქის წიგნი რომ თარგმნე ქართულად, არ გამიყიდია, იცოდეთ რა? ეს მე ხალხს ვაჩუქე და ეს საჩუქარი არის ის მადლი, რომელიც არ გავყიდე. ხოლო ის $100 სიმბოლურად რომ გამომიგზავნეს, ის საჩუქრად მივიღე. საჩუქრებს მართლა სიამოვნებით ვიღებ, მეგობრებო. მითხარით ახლა რომ ძალიან გენიოსი ვარ, მეგობრებო. ასე, მაგრამ იქ ვისუნე ის $100 ვისთვისაც იყო ვისუნე, მაგრად ვისუნე. ასე დაუმტკიცა და საკუთრებად აბრაამს ყეფრონისეული მინდორი მახფელაში. მამრეს წინ რომ არის მინდორი და იქ მდებარე მღვიმე, ყოველი ხე იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ დგას ირგვლივ. ასე დაუმტკიცეს საკუთრებადო, გესმის? ხელთა და ყელ, მოიცა, ასე ყეფრონის მინდორში, მოიცა? ასე დაუმტკიცდა საკუთრებად აბრაამს ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს წინ რომ არის მინდორი და იქ მდებარე მღვიმე, ყოველი ხე იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ დგას ირგვლივ. ხეთელთა და ყველას თანდასრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მისული. ამის შემდეგ დამარხა აბრაამას სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ. ეს არის ხეფრონი, ქანაანის ქვეყნად. ქანაანი ხო იცით სადაც არის? დაუმტკიცდა აბრაამს მინდორი და იქ მდებარე მღვიმე ხეთელებისგან საკუთრად სამარხად. ანუ ქანაანის ქვეყნადო რა. ქანაანი ეწოდებოდა, ესე იგი, ცხეთასაც ქანაანი ეწოდებოდა, როგორც ჩანს, უფლისციხესაც და ეს ქანაანი სადღაც რამდენიმე ტერიტორიას მოიცავდა, როგორც ჩანს. და შეაცდინა ამ დამპალმა კაცმა ეს ხალხიც და მაინც მიაყიდინა მიწა რა. თავი 24. მე გაჩუქებ რამესო, წიგნი ჩამომიტანეო. მე არა, მეგობარო, შენიცი ვინც არიგებს ამ წიგნებს და იმას ვინც გამოსცა, იმას უთხარი, ზაქრო. მე არ ვყიდი ამ წიგნებს. მე საჩუქრად მივიღე, ვინც გამოსცა იმან ლევანმა ეს წიგნები, რამდენიმე და რაც საჩუქრად მივიღე, რამდენიმე კიდე მიდევ სახში, მაგრამ ძირითადად გავაჩუქე რა. ვინც მნიშვნელოვანი ხალხი იყო და ვისთვისაც უნდა გადამეცა ეს ისტორიული წერილი, რომ წაიკითხე, მეთქი ეს ღვთისგზავნილია, ხო? იმას ყველას ვაჩუქე. ერთი წიგნი არ გამიყიდია, იცოდეთ რა? არც ერთ საგანი. ენოქის წიგნიდან, თორე დანარჩენი ახლა ის წიგნები თინეიჯერის დღიურებიდან რო გამოვიცი, იმას კი დავადე ფასი, იმიტომ რომ ისინი წინასწარ გადაიხადეს ხალხმა, რომ დამებეჭდა და დამეხმარნენ. ეხლა ნახეთ, წავედით და დიდია ეს თავი, ხო, დიდია მეგობრებო ეს თავი და დავიღალე, თუ გვაინტერესებს, გავაგზელოთ. ვინ გამოსცა და ლევან პეტრიაშვილმა გამოსცა. ზაქრო, შენ გაჩუქოს იმან, ვინც გამოსცა. მე ვაჩუქებ მხოლოდ იმას, ვისაც მინდა რომ აჩუქო, ოკეი? მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები თუ მაჩუქებ. აუφ. მაგდენიც არ ამაქვს, მეგობრებო, რამდენიმე მქონდა. ხო, უთხრა აბრაამმა. გავაგრძელოთ ღმერთო ჩემო. დავიღალე. რა ხდება აქ, მეგობრებო? პეტრიაშვილს მისცეს $100. არ ვიცი, არ მიკითხავს ვინ მოგცა მეთქი რა, მაგრამ ვიკითხე, რომ მე თქვი ვინ მოგცა მეთქი და ვინც მომცაო რა. არ თქვა ეხლა, არ და ვინც მომცაო, უკვე პასუხი იყო ჩემთვის, რომ ეს ვინც მომცა ის არის, ვისაც უნდა რომ იყიდოს ეს. აი ზეციური იერარქებისთვის, რომ სათქმელად გქონდეს, რომ მე ეს ვიყიდე. ბებია შენის ამ ხელა მადლს არ მოგყიდი $100. მოიცა ეხლა ვიმოვალ.
ხო და იმედია გადასცემდა ლევან პეტრიაშვილი იმას ვინც გამომიგზავნა ეს ვერცხლი ვერცხლი ვინც თავის მიწას ყიდის ყველა დაისჯება კარგი მოუხუცდა აბრაამი ხანში შევიდა ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი ყველაფრით აბა თავისი სიცრუეებით და თავისი სიდებილეებით კი უთხრა აბრაამმა თავის მორჩილ თავის სახლთ უხუცეს მთელი თავისი ქონების გამგებელს საზარდულ ქვეშ მომიდევი ხელი არა მეგობრებო აღარ გავაგრძელებთ რომ დაღლილი ვარ უკვე ვეღარ ვკითხულობ და პირიც დამეყავა მოდი აქ დავსვავ წერტილს ახლა აი აქ და გავაგრძელებთ ხვალ ის ვიქნები რა აღარ ვიქნები ესე მადლიქენი ქვას დავდევი გაიხარე ისა მოიცა ერთი წუთი ამათ ახლა არ მგონია რომ რამე გაუჭირდეთ თანხები გაუჭირდეთ და თუ ვინმეს უნდა წიგნის წაკითხვა მეგობრებო YouTube-ზე არის ენოქის წიგნი და წაიკითხეთ იქიდან ანუ ელექტრონული ვერსია მაინც წიგნი უნდა გქონდეთ ხელში ელექტრონული ვერსია არის YouTube-ზე უბრალოდ უნდა ჩაყვეთ რა ბოლოდან იწყებთ ნახე როგორ ვაკეთებდი რო ვთარგმნიდი თან ვაქვეყნებდი და ეხლა ბოლო რაც გათავთარგმნე ყველაზე თავში დაგხვდებათ და თქვენ ჩასკროლეთ იქ და ნახეთ ყველაზე პირველიდან წამოყევით და ადით მაღლა ანუ ეხლა ეგრე არ არის რომ ამ წიგზე წვდომა არ აქვს უფასოდ წვდომა არის ეხლა ენოქის წიგნი ესე ქვია და თამარ მეფის სიმბოლო აქვს იქ თამარ მეფის სურათი აქვს მაგ ენოქის წიგს ენოქის წიგნი მე მგონი დაგიპოსტავთ აქ ესე იწერება მოიცა ეწოც ვერ ვპოულობ ახლა აქ მაგრამ უნდა იყოს ენოქის წიგნი მოკლედ ამ ლაივს რო დავასრულებთ მე დავპოსტავ ჩემს გვერდზე იმ ლინკს აქაც ჩავაგდებ იმაში კომენტარებში და დავპინავ რომ ნახოთ გადახვიდეთ ჩვეულებრივად იმ გვერდზე და წაიკითხოთ ვისაც გსურთ ენოქის წიგნის წაკითხვა არ არის აქ რო წამკითხველი, მაგრამ უნდაო მამუკაწერს. რა ვიცი, იქნებ წაიკითხოს ოდესმე. ლევანს როგორ დავუკავშირდეო? ლევანს როგორ დაუკავშირდე და ესე უნდა დაუკავშირდე, ნახე. ლევან პეტრიაშვილი და გამოგიგზავნე ეს. აბა როგორ მოგეწონათ მეგობრებო ჩვენი ბრუში და ინცესტის საზოგადოება ამ ბიბლიაში ძალიან მოგეწონათ და თანაც ზედ ქრისტე დაადეს. არა და როდის მითხრეს რომ წაიკითხეო ეს წიგნიო რა. როდის მითხრეს და ახლა ვიკითხვით დაახლოებით 2021 წელს. აჰა გავიდა 5 წელი.
თითო რამდენი დრო გასულა 5 წელი 2021 წელს მითხრეს წაიკითხე არ მაქვს მეთქი წაკითხული ძველი ახთმა რაში მაინტერესებს წაიკითხეო მითხრეს ბიჭო დავიწყებ ამ წიგნს ვერ ვკითხულობ დავიწყებ რა ამჭირს მეთქი არ მაინტერესებს ესე იგი და გადავდე მერე რა აჰა მოვიდა დრო განკითხვისა ხელისა აღფრთოვანებული ვარ სოფია წერს აღფრთოვანებული ვარ ძალიან აღფრთოვანდი ისეთი უფალი ყოლია რომ რა გამოცდები ჩაუტარებია რა ამბები დაუტრიალებია მოკლედ ღვთიური ეხ ჩემო კარგებო ჯერ რამდენი წავიკითხეთ წარმოიდგინეთ ჯერ აი რამდენი წავიკითხეთ და კიდე რამდენი რაღაც გავიაზროთ და ავიტანოთ ხალხო ავიტანოთ თორე ესეთი რაღაცები დავიკითხე რომ თითო იახვე კი არა და რა ქვია ამ ღმერთს ერთი მოვიდეს ჩემთან რა დამიჯდეს აქა და ვასწავლი მე რა არის ღვთიურობა როგორ უნდა მოიქცეს ვასწავლი იმასაც კაცო კი არ გავუბრაზდები და თავს კი არ მოვჭრი ვასწავლი რამდენი სიძვაა დაწერილიო ხო კარგი ამბები არ ხდებოდა ესე იგი ეს იყო ყველაზე კარგი ამბები რაც ხდებოდა ისტორიაში გესმის და უფალი ამათ მფარველობდა თორე ამათზე ცუდებიც ხდებოდა იქ თავის მეზობელთან რო დაწვებოდნენ მაგალითად გოგოები და შვილებს გააჩენდნენ ან ხო უარესებიც ხდებოდა კაცო ეგრე კი არ არის ჩვენ დავწვეთ მამა ჩვენთანო გაიგე ვინმე მოუყვანოთო კი არა ჩვენ დავწვეთო კარგი დავათროთო და დავწვეთო ჩვენო და კარგი შვილები გამოგვივაო ნეტა დღესაც ეგრე აკეთებენ საზოგადოება ჯერ სადახარ ლოტამდე რომ მიხვალ მერე ნახე ლოტი ხო წავიკითხეთ ეხლა წავიკითხეთ ლოტთან რო გააჩინეს თუ კიდე მეორდება ლოტი ლოტმა კიდე ვერ გაიგო იქ ვინ დაუწყო გვერდით ისე გამოთვრა სიმთვრალეში გაკეთებული ბავშვი რა უნდა იყოს ხო ისე რომ გამოთვრე რომ ვერაფერი გაიგო და ისეთი გაკეთებული ბავშვი რა გამაგრძელებელი უნდა იყოს ჯერ და თანაც ორივე ქალიშვილისაგან მას კარგ რაბეებს გვირჩევს ეს ღმერთმა ისეთი ხალხი აირჩია რომ ინცესტიც უყვართ და დის ცოლის დადგასაღებაც მას დედა მე რო წარმოვიდგენ რომ ეხლა იმასთან რომ მივარ რომ ბავშვებს რო ჟლიტავს და ხალხს რომ მოუწოდებს ომებისკენ და სისხლის ხრისკენ და იმ ეგვიპტელებს რო გაწყვიტავს იმ ვიღაცა რუში მოდგმის გამო წინასწარ მამზადებს ეთყობა მამაზე ძიერი იესო ქრისტესი ისეთი შთაბეჭდილება მრჩევა რომ საზიზღარი ქმნილებები რომ შექმნეს 10,000-ზე მეტნი სწორედ ეგენი იქნებიან ხორცს შესხმულებით მოიცა მაშინაც იყო ბოზობა როგორც ჩანს არ იყო ეს ბოზობა მაშინ ჩვეულებრივი საკითხი იყო ისიც ჩვეულებრივი საკითხი იყო აგერ ჩემი შვილები წადი და რაც გინდა ის გიქნიათო ოღონდ ამ ანგელოზებს ხელი არ მომიკიდოთო ხო და ის არა ქვია კარგი ტიპი იყო ლოტი აუ რამე კამფეტი არა გაქვთო შევჭამო დავიგრუზე ტიპი რა ისეთი წიგნია ეს რომ მართლა აგრესიულს გახდის რო არ გადაიყვანო იმაში იუმორში მართლა გეუბნებით რა და ვიღაცა გვეუბნება რომ ბიბლია 35 ლარი ღირდა ეს ბიბლია თურმე აგერ აწერია ფასია 35 ლარი კიდევ კაი 100 ლარი არ ღირდა ახალი აღთქმა საიდან იწყერო? აბა, ერთი, ვნახოთ. ესაია, იერემია. მოიცა, აგერ იქნება და აქ ვნახოთ.
ბოზობას სახელი არ ერქვაო. საინტერესოა ნეტა ბოზობა როდიდან დაერქვა. თუ ასე მეფეებსაც და იმეებსაც ხარჭებიდან შვილებს აჩენდნენ ისა და ღმერთიც მოიწონებს ამ საკითხს, დღეს რატო განგვირისხდა ეს ღმერთი ერთი გვაინტერესებს, რომ ბოზობათ არის დარჩენილი. ახალი ათმა იწყება 791 გვერდიდან. 35 ლარა დეზიარების სიძვას. ხო? თუ გინდა გაიგო რა არის სიძვა, ჩაიხედეთ ბიბლიაში. შვიდას 21 ვთქვი? რა ვთქვი? პირველი მაკაბელთა ახალია? არა. იოანედან იწყება. მარკოზი, მათე, კაცი, აი პეტერა, დაგვიტოვეს ის პეტერე და დაგვიტოვეს ამდენი სიძვა, ბიჭო, ამდენი სიძვა უნდა ვისწავლოთ და ქრისტემ რას თქვა მარტო ამდენი თურმე, დანარჩენი ისენი ნაგავი ყოფილა თურმე, ნაგავი. მაგდალინეის ახარება ნაგავი ყოფილა, იოანეს საიდუმლო წიგნი ნაგავი ყოფილა, ისა ნიკოდემოსის წიგნი ნაგავი ყოფილა, პილატეს წიგნი ნაგავი ყოფილა და ესენი არა, ეს არ ყოფილა ნაგავი. აი, ეს ყოფილა ნაგავი, აქ მარტო ისი პატირი ცოტა უნდა დატოვოს, გადაჭყვიტეს 326 წელს ნიკიას კრებაზე, თუ როდის 300 რაღაცა წელს ნიკიას კრებაზე წმინდა მამებმა გადაჭყვიტეს ესე, ხო? აბა, მაშ დიდ წმინდა მამებმა. ზახარ ბახარ მასეთი საუბარი არ გეკადრება ქალის მიმართ. მოიცა, აბა რა ხდება აქ? რომელი გინდა საწუწნი თუ საღეჭიო? ზაქრო, შენ შარშანწინდელიც კი მახსოვს, შენგან ბრიყვული წყენაო. გახსოვს შენ რომ დამპირდი მოვალო იქო გამოგივლითო შენ და შენს მეუღლესო ურეკშიო და მე დამადე. რატო არ გამოგვიარე? საწუწნ კამფეთს მოგცემდი იქ. მქონდა შენთვის დაყიდი სხვათა შორის. ხო, ეხლა შენ თუ ხუმრობ, მეც ვიხუმრებ რა მოხდა. მოცეცხლი ლარა დეზიარების სიწოზე წავიკითხე. შოკოლადები მეგობრებო, მე მხოლოდ გერმანული მიყვარს და შვეიცარიული. ჩვეულებრივი შოკოლადები არ მიყვარს, არა. იქ კონიკი არ არის, იქ არის რაღაც საშინელება მარგარინი და კონიკი არა და ის კარაქი უფრო სწორად უნდა მეთქვა. კარაქიანი შოკოლადი მიყვარს. ნამდვილ კარაქზე დამზადებული შოკოლადი. თანაც ნამდვილი კაკაოთი გაკეთებული. ისე კი არ ვჭამ მე შოკოლადებს, სნიკერსის ნაერებს. არა, მეგობრებო, პლასტმასები რო ურევია შიგნი ეგეთი შოკოლადები არ მიყვარს. მაგ კრებაზე ვინც უარი თქვა ბიბლიის შეცვლაზე მოკლესო. აბა რა შინსავდნენ ეხლა ღმერთს მიბაძეს, კაცო, ისა. ვინც არ უჯერებდა კრავს ყველას ეს ღმერთი და. აბა ეხლა ვისთვის უნდა მიებაძათ ამ მამებსაც? მართალია, კაცო, წმინდა მამები არიან, უჯერებენ ამ ღმერთს. როგორც ღმერთი იქცევა, ისე იქცევიან ისინიც. არ დამიჯერებ, მოკლავ. მაგრამ ქრისტე მაინც უყვართ. რომელიც არ კლავს, ის სხვანაირია და სხვანაირი ბიჭი გამოდგა ის ქრისტე. ხო. მაშ
ქრისტე ცოტა სხვანაირია, მაგრამ რა ვქნათ რა, მაინც მოიგო თამაში და ესე ვერ ამოვაგდებთ სრულად. მაგრამ ცოტა ჩავშავ ჩიგნი და მე კიდე რა მოვაკლებ და მე სულ გავაქრობთ და მე დავტოვებ მარტო ამასო. აი იმ სიძვასო და ამდენ წინს დავტოვებ და ამდენსო. აი ქრისტეს სადღაცა პეტერი ნათქვამები რო აქ იმასაც თანდათან მოვაშორებთ კარგი და ავათრით და მე ხალხი რას გაიგებსო კაცო ხალხი ხო იცი ბრვა არისო. ღმერთმა უკარნახა ისეთი კარგი ღმერთი ყავთ მაგათ რომ რა ვიცი კაცო ტყუილებისკენ მოუწოდებს და მკვლელობისკენ მაშ ზაქრო შენ კამბეც ჭიანჭველებს არ მიეკარებიან შეგამოსირებულო ვინ წერს ამას კაი ნუ დაიწყებთ ოღონდ ჭუბს ოღონდ თქვენ უიჭუბებთ და აგერ ორი ქალიშვილი მყავს სახში კაცი არ მიყარებია ასეთ და გამოგიყვან და რაც გინდათ ის უკენით ხო ოღონდ ამ ანგელოზებს ნუ დამიბრტყობთ ღმერთო თამარ 200 დაცემული ანგელოზი იქნება იახვეს ანგელოზები ხო შეიძლება არ არის გამორიცხული და ღმერთად წოდებული ის ვიღაცა ვინც არ იციან ვინ არის და ესე დამხობილი რო ელაპარაკებიან და მარტო ნათება რო არის ეთყობა იმხელა პროექტორი აქვს რომ იმათ ახლა რა გაუჭირდებათ ახლა დენიც იციან რა არის და ფრინვაც იციან რა არის ფრინავითებ შევიწყავთ ფრინავი ხალით შევიწყავთ აქვთ სინათლეც იცოდნენ რა იყო და ეთყობა ისეც აჭყეტდნენ ამ ადამიანებს რო წარსდგებოდნენ მის წინაშე რომ ოღონდაც ეს არ შეეცნოთ რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ღმერთად ესე ხო მიხვდებოდა ახლა ის რომ ღმერთი არ იყო და ჩვეულებრივს ელაპარაკებოდა ხო და ეთყობა თან რუპორი ეჭირა ხელში და მე ვარ უფალი ღმერთის შენი და მე უნდა მეთაყვანო ეთყოდნენ და იქ პროექტორს მიაჭრიტავდნენ თვალებში და ეს ვერ უყურებს თვალს ვერ უსწორებს ღმერთს მკვლელ და მრუშ მოდგმის ღმერთს თვალებს ვერ უსწორებს თურმე ენოქი გინდა აბრაამი და გინდა ისააკი და გინდა ვინც ისინი მოქმედებენ ხო და აგერ ხომ ისმენენ ისინი რა და მიგიხვდით ჩემო კარგებო მიგიხვდით რომ არც ანქელიუსები ხართ და არც ფუნქელიუსები ხართ ჩამობრძანით აქა მოდით ჩემთანა დაგელაპარაკებით აი ამ მაგიდასთან არ დაგსჯით გასწავლით ჭკუასა ნუ აი შენ ხარ სინათლეო მეუბნება ილია მწვანე პროექტორი ვარ მწვანე ის ვარ ნატურა ვარ ანთებული რა ქვია იმას ლამპა რა ქვია გადასასვლელზე რო ანთია ხოლმე შუქნიშანი მწვანე შუქნიშანი ვარ მე აენთოთ მწვანე ქრისტიანებს აბა ეხლა თქვენ იცით ქრისტიანებო გამოფხიზლდით და როდესაც ერთ ბერს ველაპარაკე რომ მეთქი ქრისტე რო ამ ხელს მეთქი მაგათ მამას მრუში და მკვლელი რო არისო ესეთი ახსნა მოუპოვა იმანა რომ ეგო იცი რატო უთხრაო იმიტომ რომ ღმერთს რომ უნდა დაეჯერათო ღმერთისთვისო არ იჯერებდნენო ის რაბებიო ხო მეთქი აბა ჩაიხედეთ ბიბლიაში თვითონ ღმერთი როგორ მკვლელი და ბავშვების გამანადგურებელია მეთქი ო ეგო აბა თუ არ დასაჯაო ახლა ისე როგორ იქნებაო და მეთქი წავედით ახლა წავედით თორე წავედით მეთქი ბიჭო წავედით ხო და ისა რა ქვია მეგობა რომ ეგრე იყო ერთიც მერე ვიჩხუბეთ მერე შევრიგდით და მერე თვითონ მოვიდა აზრზე ეხლა თავადაც კარგად იცის რა სისულელეები წერია ამ წიგნში როგორც ჩანს გამოფხიზლებას ცოტა დრო სჭირდება ერთი წელი დასჭირდა სულ ხო და მეგობრებო 10 უკვე ისე დაჩქერებულია დრო რადგან დიდი ურჩხულის თავები უკვე წასულებიანენ და მოეკვეთათ უკვე ხალხი აზრზე მოდის ახლა მეგობრებო რატომ იცით რომ ამ წიგნის წიგითვა რატო მომიხდა ახლა იმიტომ რომ ალბათ ისეთი მჭყივაობა ქონდათ გაკეთებული იქა
იქა. აი, 19-ნორიანი ღობის კარებები რო აქვთ საპატრიარქოს ჩარაზული. იქა რო ჰქონდათ, მიუტრიალდათ უკანა, მოუკლათ თავიანთი ურჩხული, ხო და ახლა მეგობრებო გაიხსნა გზა და დავიწყე წიგნის კითხვა. 5 წელი ველოდე ხალხო ამას, 5 წელი ველოდე. 5 წლის წინ უნდა დამეწყო წესით, მაგრამ რა გინდა ჭკიბაობაც იციან როგორ ჩანს იმათმა. ხო და მიუტრიალდათ უკან, ხო. რომ მიუტრიალდათ უკან გააძროთ დავები, წააძროთ დავები. აინც დახდემანდან ერთი მეორის მიყოლებით, ხო? ერთი მეორის მიყოლებით ახლა რა ტყუის გავიძახი, რომ თქვა ტყუილი კაცო, მაგათ ღმერთთან მოსულა. არა კაცკლაო, არა იმრუშო, არა ისა რა ქვია, როგორ წერია? არა იტყუო, არა იცრო და ეს სამივე აგერ ეუბნება თავის შვილებს, რომ ესე გააკეთე, ისე გააკეთე, ისე გააკეთე. გესმის? ხო, თვითონ შეუძლია და იმათ. საინტერესოა სიმართლე რა არის? სიმართლე არის ის, რაც ქრისტემ თქვა. ქრისტემ რაც თქვა, მეგობრებო, ახლა ამას ჩავამთავრებთ, მაშინ გამოცხადდება ყველა ის სიტყვა, რაც ქრისტემ თქვა და რაც შეფარულად იყო ნათქვამი და რაც არ გვესმოდა, ხო და ეხლა რო ჩავამთავრებთ ამ ციკლს, მაშინ გავიგებთ, მაშინ აგვეხილება ყურები, თვალები და პირი, ხო და გავაღებთ პირს და დავიწყებთ მხელას. არა განკითხვას, მეგობრებო, ჩვენ ქვებს არ ვესვით ქრისტიანები, ჩვენ ვამხელთ, მხოლოდ სიტყვით. ეს არის მათთვის საშინელება, რადგან იწვიან, როდესაც იგებენ სიმართლეს. შინაგანი ცეცხლი წვავთ მათ, როგორც ვითარცა, ცეცხლი აგიზგიზებული. ხო. ედემის ბაღი სინამდვილეში დიდი ლაბორატორია იყო. არც ეგ არის გამორიცხული ჩემო კარგებო, ადამი გახდა ერთი ჩვენთაგანიო და თან ადამიანს ატყუებს, არ ჭამო ადამი ეგ ვაშლი, თორე მოკვდებიო. ხო და მერე ბიბლიაში წერია, რომ ესე ხო უთხრა რომ მოკვდებიო. მერე წერია, რომ კი არ მოკვდა, ეუბნება ღმერთი, ადამი გახდა ერთი ჩვენთაგანიო ღმერთებს. ანუ ესე იგი მანამდე ატყუებდა ეს, ხო? რადგან ადამიანზე მერე კი არ წერია, რომ მოკვდა ადამიანიო, არამედ წერია, რომ გახდა ერთი ვითარცა ღმერთთაგანი. გველს მართალი უთქვავს, კი. სინამდვილე უთქვავს გველს, რომ ჭამე და იმისნაირი გახდებიო, კი არ მოკვდებიო. ხო და ის გველი დაწყევლა გესმის ამან. არ დაევასა სიმართლე, არ ევასება ამ ღმერთს სიმართლე რა. ამ ღმერთს ევასება, რომ ატყუებ და უჯერებ და ადიდებ და მე ვარ და შესწირავ და იმ შვილს შესწირავ და იმ წყარს შესწირავ და მტრედებს და იმებს და მე ვარ ვინცა ვარ. ესე რომ უმრავლესობა მეუფეების რომ დაჯდებიან ხოლმე და უნდა მოემსახურო, კოკა-კოლა მოუტანო, შემწვარი კარტოფილი, მონა მომიტანე, მონა მორჩილო, მონა ზღვენო, მომიტანეთ, გამიჯალეთ სუფრა. მე უნდა ვიჯდე და ვილაპარაკო სიდებილეები მხოლოდ და სიძვები და შეიძლება კიდევაც ვაჟკაცობა დაგაკარგვინო ამ ღამით, რა ვიცი, რა მომივლის თავში, როდესაც ღვინოს დავლევ ლოტივით და დილით ისე გავიღვიძებ, რომ აზრზე არ ვიქნები, რა გავაკეთე გუში ღამით. ხო და შე რომ მონა მორჩილი ხარ, უნდა დამემორჩილო, მერე რა რომე დავლიე, უნდა დამემორჩილო, ლოტო არა გააკეთა, თავისი შვილები ისაქნა და მერე რა ვიცოდა რა ქნა ტიპმა, ხო? მოსულა ეგენი, ბიბლიაში ხო წერია, ხო და მოსულა. გეუბნები? ხო გეუბნები და უნდა დამემორჩილო. ლოგიკა მაგათი. ედემის ბაღი აქ არის საქართველო, სამოთხეც აქ არის ჯოჯოხეთიც, იაჰვესა და არაკაი კლაო, არაკაცი მოჟნა. არაკაი კაცი კლა. არაკაი კაცი კლა, არაკაცი მოჟნა. გასაგებია.
გასაღებია, ისინი მოქმედებენ დღესაც, დიახ, ასე ჩანს. დაცემულ ანგელოზებთან კონტრაქტი აქვთ დადებული ებრაელებს, ასე ჩანს, მაგრამ მაგ დაცემულმა ანგელოზებმა ის არ იციან, რომ ქრისტეს წინაშე ქრისტეს წინაშე ერთი ფანქრის გადაადგილებაც არ შეუძლიათ. იმიტომ რომ ეგენი როგორ გვეკაიფებიან, იცი? მასპადიდებელი ვარ, დავდივარ ეკლესიაში, ვეზიარები და ის არ იცი ქრისტემ რა თქვა. როგორ კაიფობენ ეგეთ ხალხს, იცი? კაიფად ყველა არ ეწოდება იმ მღვდელს. მაგრად კაიფობენ. იცით ვის ეშინიათ? ნამდვილად დამარისნაირი რო გამოჩნდება და ლევან პეტრიაშვილისნაირი რო გამოჩნდება, მაგათი ეშინიათ, რადგან მართლა ქრისტიანულად ცხოვრობენ ისინი და ვერ დაადებენ თვითს. ვეღარ დაკლავენ უცოდელ კრავს. უცოდველ კრავს და საიდან და ხან საიდან მომიარეს და ხან საიდან მომიარეს მეც და ლევანსაც და ხან საიდან მოგვიარეს, რომ იქნება და ეცდუნებინათ თამარი. და ვერა და ვერ გაღწიეს, მიაღწიეს იმას, რომ მაცდუნონ. მადლობა უფალს, ამინ, ამენით. და როდესაც ვერ გაცდუნებენ, არა აქვთ უფლება ქრისტიანი რომ ხარ, რამე გიყონ. და გაქვს უფლება ქრისტიანს რომ ილაპარაკო. დედაჩემი მეკითხება ხოლმე, აქამდეო როგორ ვერავინ ვერ გაიგო, კაცო, ეგო და როგორ ვერ გაიგო მეთქი, მაგრამ როდესაც გინდა ქაჯეთის ციხის გატეხვა, შენ უნდა იყო გამჭვირვალე და თუ გამჭვირვალე არ ხარ, წაგაცლიან თავს. აქვთ უფლება და იმიტომ. და თუ გამჭვირვალე ხარ, ვერ წაგაცლიან თავს, რადგან არა აქვთ უფლება და იმიტომ. ამიტომ საუბრობს ენოქი იმ ერთ რქიან ზღვარზე, რომელიც დაიწყებს ყველას მხელას, ყვირილით, წივილით და ხმაურით, მაგრამ ვერ დაადებენ ხელს, რადგან არ ექნებათ ძალაუფლება მასზე. დაჯდებიან, მოაწყობენ საბჭოს, მაგრამ მაინც არ ექნებათ მასზე ძალაუფლება. ხო და ამ დროსაც თვით მამაზე ციერი ჩამოდის დედამიწაზე, თავისი ძითურთ, მართალი კაცითურთ და ვერც ის მოუპოვებს, ვერც ის უპოვის ამ ერთრქიან ცხვარს. რამე მიზეს იმისათვის, რომ ან დასაჯოს, ან გაამტყუნოს. ასე წერია ენოქის წიგნში და ენოქი ამბობს, მე მივცემ ჩემ შვილთ, ჩემს წერილს და ისინი მიხვდებიან, რას ვწერ და ისინი მოიპოვებენ ყოველნი ამასოფელსა ზედა ძალაუფლებას და მაშინ დამკვიდრდება სამართალი, და მეტი ძალაუფლება. რა გინდა მეგობრებო, მადლობა უფალს, რომ ენა მაქვს, ყური მაქვს, თვალი მაქვს და ამ ყველაფერს მართლაც აგერ მივმართავ და ვერავინ არის დაყენებული ამასოფელსა ზედა, რომ მოიპოვოს ძალაუფლება, ან გამაჩეროს, ან გამაჩუმოს, ან მომკლას. რატომ? იმიტომ, რომ ასია დაწერილი ამ ერთ რქიან ცხვარს და ჩემნაირი ბევრია, არც თუ ისე, ვერ აფერს უზავენ, რადგან არ ექნებათ მათზედ ძალაუფლება. ვისგან? იესოსგან, მეგობრებო. რატომ იცით? ამასოფლისა მეფე აღარ არის სატანა. იმ დღის მერე, როდესაც ქრისტე ამაღლდა, მოიპოვა ქრისტემ ამასოფლისა მეფობა და იმ დღიდან არის ქრისტე ყოვლის მპყრობელი, ანუ პანტოკრატორი. ხო და მეგობრებო, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, აღსდგა და აგერ დგას და ჩვენთან არს. ამინ, ამენით, იესო ქრისტე. ესე იგი მარტორქა თხა თქვენ ბრძანდებით, მარტორქა არა, ერთრქიანი ცხვარი, მარტორქიანი ცხვარი ქვია მაგას.
ერთი უნდა დაგირეკო, შენ ძალიან განათლებული გახდი და ვისაუბროთ. გავხდი თუ ვარ? მარტორქა იქ რო აქვთ საპატრიარქოში, რო ვერ გაიგეს, რომელ მარტორქაზეა საუბარი, იმათმა მარტორქის დიდი თავი დადეს იქ, ჩამოკიდეს კედელზე. არა და სინამდვილეში აქ საუბარი არის მარტო ერთ რქიან, ანუ მარტორქიან ცხვარზე, გესმით? მარტორქიან ცხვარზე, ცხვირიანი კი არ არქაო. ერთი რქა რო აქვს, ერთი რქა. ეს ერთი რქა რა არის თუ იცით მეგობრებო? გეთანხმებიო, ამოფსლება. ეს ერთი რქა არის სწორედ ის ურჩობა, რომელი ურჩობითაც გამოვირჩევი და კიდევ ჩემნაირი ვინც საუბრობს და ვინც გამოირჩევა იმ ერთრქიანი ურჩობისგან. არა კლავს, არამედ ურჩობს და ეუბნება, გადი აქედან, ნუ მომკლავ, არა მომკლა, წადი შენი დედაც. ხო, ასეა ჩემო კარგებო. მე მგონი უნდა წავიდე, ეხლა გავიქეცი, ეხლა წავედი, დავიწინო, თორე უკვე 11 საათი გამხდა რა. აბა თქვენ იცით, გავაგზავნოთ ხვალ ისევ კითხვა, გააკოცეთ. მოემზადეთ ხვალისთვის, კიდევ შეგხვდება სიძვები და ისეთი რაღაცეები და არ შეგწყვეტ მეგობრებო, მოემზადეთ. მოემზადეთ.